4-ში ჩვენ გამოვდივართ, 4-შივე ვამთავრებ და 4-შივე ვისტუმრებთ ამათ ყველას. და ამ ყველაფერს 8 საათამდე ასწრებენ. პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას ხალხთან ერთად 4 ოქტომბერს საარჩევნო უბნების დახურვამდე გადაიბარებს და რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მინისტრთა კაბინეტსაც წარუდგენს. გამარჯვებაში დარწმუნებულია, გეგმის სხვა დეტალებს კი ჯერ არ ამხელს. უნდა კონდეს 3 ლოკაცია. აი ლოკაციებს ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. სადაც ხალხი, იმიტომ რომ რამდენი ადამიანი ჩვენ 200-დან 300,000 ადამიანს ვიტყვი. პირველი საკითხი იქნება გინდა თუ არა რომ ხელისუფლება ჩაიბაროს კონსტიტუციის ფარგლებში ქართულმა ხალხმა. მე დარწმუნებული ვარ, ყველა იტყვის კი. ავიღებთ ხელში ძალაუფლებას. სამში ცოტა ადრე დაიძინოს, რომ გამოძიებულზე გადაიბაროს მე ხელისუფლება 8 საათს. მმართველი გუნდი ბურჭულაძის განცხადებებს სერიოზულად ვერ განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურ ისტერიასთან აქვთ. თუმცა საუბრობენ რეალურ საფრთხეებზეც. ვიდრე სუსი ოპოზიციის გეგმებსა და ჰექსოგენის საქმეს შორის შესაძლო კავშირს ადგენს, მმართველი გუნდი ოპონენტების მხრიდან არაფერს გამორიცხავს. ხედავთ უცხოელ და დაკვეთილ სცენარებს, ეხლა შემსრულებლები უარგათ თუ არ უარგათ, ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ მათ კარგად უნდა შეიგნონ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე არიან ჩვენ ქვეყანაში და კანონის წინაშე ძალიან მკაცრად აგებს თითოეული მათგანი პასუხს. ეს არის ჩვეულებრივი ისტერია, ხედავენ, რომ რეალურად ის იმედები, რაც სამყარებდნენ ამ გაწოდებულ მშვიდობიანი დამხობის გეგმაზე, ესეც არის ცარიელი სიტყვები, გულისხმობთ იმას, რომ ამ გეგმებს შესრულება არ უწევია. თორემ რა თქმა უნდა, იმასაც საზოგადოებას გულწრფელად ვეუბნებით, რომ არის ძალიან დიდი სურვილი და ინტერესი, რომ საქართველოში იყოს არეულობა. იმიტომ რომ არჩევნების გზით ეს რადიკალები ძალაუფლებაში ვერ მოდიან და ვერ მოვლენ. ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ მათი მიზანი არეულობა არ არის. ამბობენ, რომ მშვიდობიანი დამხობა სურთ. ასეთი სიტყვათა შეთანხმების განმარტება დღეს თავის თავზე გია ბარამიძემ იტვირთა. დამხობა თუ ვიხმართ მარტო ერთ სიტყვას, ამაში იგულისხმება ძალადობრივი მოქმედება, მაგრამ თუ ამას დააყოლებ წინ, რომ არაძალადობრივი მშვიდობიანი დამხობა, ეს უკვე ბუნებრივია, აღარ მოიცავს იმ პუნქტს სისხლის სამართლის კოდექსში განსაზღვროს, რაზედაც თქვენ მიუთითებთ. რევოლუცია სხვა არის, ევოლუცია სხვა არის. ევოლუცია არის მშვიდობიანი პროცესი და რევოლუცია არის ძალადობრივი პროცესი. თავის დროზე რევოლუციის გზით მოსულებს სიტყვა რევოლუცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მას განუმარტა. დამხობას წინ და თუ ბოლოში რა სიტყვაც არ უნდა მიუწეროს, დამხობა არის დამხობა და დამხობა დანაშაული არის. დაიმახსოვრონ, რომ ვინც ამ ნაბიჯზე გადავა, ვისი და ფინანსებით არ უნდა იყოს, ვისი წაქეზებით არ უნდა იყოს, ან ვისი მითებით არ უნდა იყოს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე სრული პასუხისმგებლობა. არჩევნების წინ ოპონენტების მიერ პოლიტიკური დაძაბულობის შექმნის მცდელობა მმართველ გუნდს აღარ აგვირვებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ეს გარედან მართული პროცესია. მმართველი პარტიის ლიდერები ამ პროცესებში უკრაინულ კვალსაც ხედავენ. მით უფრო მაშინ, როცა ჰექსოგენის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებაში პირდაპირ ამბობს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს. როდესაც ასეთ უხეშ დამოკიდებულებას ავლენ ჩვენი სახელმწიფოს მიმართ უკრაინის ხელისუფლება, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან შემაშფოთებელი დაკავებული პირი. პირდაპირ აცხადებს, რომ მათ დავალება ჰქონდათ მიღებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან. როდესაც საქმის მასალებიდან ვლინდება, რომ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი ამ ნივთიერების უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი და ამ შემდეგ ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს რა თქმა უნდა კითხვებს ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ხედავთ რომ ეს ყველაფერი არის გარედან მართული. ეს კიდევ ერთი გამწვავებაა. ზოგადად გამწვავებები ემართებათ ხოლმე გაზაფხულზე, მაგრამ ჩვენს გარემო პირობებში შემოდგომაზეა ხოლმე ეს გამწვავებები არჩევნების წინ დემოკრატიულ გზაზე მათქოს უარი. აქედან პირდაპირ იკითხება, რომ მათი ერთადერთი გზა არის არადემოკრატიული, ან არადემოკრატიული ხერხებით ხელისუფლების შეცვლა, ანუ ძალადობრივი. ოპოზიცია 4 ოქტომბერს მშვიდობიან დამხობას აანონსებს. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და უპირველესად უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის სუვერენიტეტს დაიცავენ.